ნახოთ რა სურპრიზია მოსალოდნელი ჩემო ძვირფასო განწერება მოგესალმებით ყველას. არაფერი არ ჩავიფიქროთ. აბა მოდით ნახოთ. ესე იგი, ყველაფრის მიუხედავად, რა სირთულეებშიც ხართ ანიღავით, ტრანსფორმაციები გელოდებათ. რა კრიზისის წინაშეც აღმოჩნდით, მაინც ვიტყოდი, რომ მყარად გახართ ფეხზე. მარტივი არ არის ნამდვილად, მაგრამ გამოგდით. ამის ფონზე ვიტყოდი, რომ სადღაც ეს კრიზისი საჭიროც იყო, იმიტომ რომ აქ თქვენ დაინახეთ საკუთარი შეცდომები და იცით რა კიდევ გაანალიზეთ სხვისიც და უკეთესად შეისწავლეთ სხვებიც და როგორც ჩანს ერიდებით მათთან ურთიერთობას სიურპრიზი. აბა ვნახოთ რა სიურპრიზია მოსალოდნელი. აი ამ კრიზისული არკანებიდან გამოსვლა ჩანს. კარგი სიახლე გელოდებათ სხვათა შორის. თქვენ სასარგებლოდ მუშაობს ეს სიახლე რომ იცოდეთ. სიურპრიზი იქნება კიდევ ის, რომ ვიღაცა ვინც ბუმერანგებს ისრო და ამ ბუმერანგს უკან მიიღებს. ენერგიულობა და мотивация გიბრუნდებათ თქვენ, ჩემო ლამაზებო. იწყება ახალი ეტაპი. ეს არის პერიოდი, სადაც გიბრუნდებათ მოულოდნელად ენერგია ძალიან დადებითი და იწყება ძალიან აქტიური სიცოცხლის მომცემი ეტაპი, თითქოს იბადებით თავიდან ან რაღაცას თავიდან ქმნით, ასე ვთქვათ. ბევრთან სხვათა შორის ყურსულობა იქნება ძვირფასებო. ერთი სიტყვის ეს პერიოდი იწყება, რომელიც თქვენ სასარგებლოდ მუშაობს და ვიტყოდი, რომ არაერთი სიურპრიზია მოსალოდნელი. არაერთი. პირველ რიგში აქ წარმატება იმ საკითხებში, რაც ადრე თითქოს და გაჭედილი გეგონათ. ენერგიულობა, мотивация გიბრუნდებათ. ენერგიულობა, мотивация, ფინანსები, სილამაზე. 9 პენტაკლიანი გოგო, სილამაზე. სურვილების ახდენა ეტაპობრივად, იმედის დაბრუნება. ვინც ალბათ იყო შიდა განკურნება, რომ იცოდეთ, საბუთებზე იყო აქ საუბარი, აქ ვიღაცა იყო ექიმებთან. განკურნება გელოდებათ ძვირფასებო, ძალიან ადვილად. შეიძლება არ იყოს რაღაცა ძალიან სერიოზული, მაგრამ რაღაცა ძალიან გაწვალები და თქვებით, აი შეიძლება ქრონიკული იყო რაღაცა, მაგრამ გაწვალებდათ ძალიან. აი ეს გიბრუნდებათ ამ ცვლილებებში სიურპრიზად მოდის განკურნება. ხარდაჭერა მოდის სამყაროსგან, ხარდაჭერა სხვათა შორის. აი სადაც გეგონათ, რომ გზას ვეღარ პოულობს, საერთოდ სამყარო ამ გზას გაჩვენებს და მოქმედება ჩანს თქვენი. იცით? ძალიან კარგი მოქმედება ჩანს. ემოციური შვება ჩანს. გულში სიმშვიდე და ურთიერთობების დალაგება სხვათა შორის ასევე და ვიღაცასთან იქნება ახალი ნაცნობობა, ახალი მეგობრობა, ახალი ურთიერთობაც. ნახოთ კიდევ რა.
თქვენი საქმეები ორჯერ სწრაფად გამოვა, არკანი ძალა, იღბალი, გაძლიერდება, გიბრუნდება იღბალი. იღბლიანი ხართ ისედაც უბრალოდ ვიღაცა ამ იღბალს ბლოკავდა, არ ვიცი, გაწვალებდათ რაღაცა სიტუაცია. თქვენ ხდებით მაგი, საკუთარი ცხოვრების მაგი, ან ვიღაცაზე მაგია იყო, მეგობრებო. თასების დედოფალში ხართ, იცით რას ნიშნავს? სიყვარულში ხართ, წინსვლა გელოდებათ, ახალი შესაძლებლობები არაერთი. და არაერთი სიურპრიზია. ძალიან ბევრი სიურპრიზი ამოდის ძვირფასებო. ვინც დაიჯერებს, ის დაიჯერებს. არკანი ძალა, ეს ბორბალი შენთვის ბრუნავს, მიჩვენებს. ხო, და ნახეთ იეროფანტი, ანუ სამყაროს უყარხართ, უზენაესი ძალები გაძლევენ ენერგიას, გვარავენ და ხელის ყუზე დაგატარებენ წარმატებები ჩვენ.